და შავებიც არიან, ისეთი შავი მუსიკა დაუკრეს. მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ზაფხული დამთავრდა, აგრილდა და იმედმა ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო. ზაფხული დამთავრდა, აგრილდა და მაესტრომ ახალი სატელევიზიო სეზონი დაიწყო. ზაფხული დამთავრდა და პირველ არხზე აგრილდა. გაერომ კლიმატის სამიტზე მოსაწვევი მიხეილ სააკაშვილის სახელზე გამოაგზავნა. აი რა ცუდია, როდესაც ერთ ქვეყანას ყავს ორი პრეზიდენტი, ორივე მაღალი, ორივე მიჯირკმლი და ორივე უუფლებო. გარკვეული გაუგებრობის გასაიასნებლად პრეზიდენტ სასახლეში თვით ზაქარია ქუცნაშვილი კონსტიტუციით ხელში დაადგა. 2 საათში გაწყვილებული ქუცნაშვილის სასახლიდან გამოვიდა და ჟურნალისტებს განუცხადა. ამას ვერაფერი გავაგებინე, ახლა აკაკი წერეთლის გამძლელს ავიღებ და სოლოლაკში ავალო. იმასთან. მთავრობამ შეზღუდა წამლების გაცემა, ანუ რეცეპტის გარეშე წამალს ვერ აიღებ. ბიჭო, ამაზე მარგველაშვილი დაეჭვდა. რატომ მიიღეს ეს კანონი? რამე ხო არ მჭირსო, ჰა? ძლიერი დარტყმა მიიღო ნაციონალურმა მოძრაობამ. მურმან დუმბაძე ქართული ოცნებიდან გარიცხეს. ეხლა სოსოც თუ გარიცხეს ჯაჭვლიანი ვაფშე დაერხათ ნაცებს. როგორც იცით, საკრებულო მუშაობს ხმის დარეგულირების საკითხებზე. ამ კანონით, ამ ახალი დარეგულირებით, ღამის 11 საათიდან იგრძალება ხმაური. შესაბამისად, ტელეკომპანია იმედი გეგმავს ინგა გრიგოლიას გადაცემების დღის 5 საათზე გადატანას. საქართველოში ინერგება ახალი 400-იანი სამანქანო ნომრები და დღეიდან თბილისის ფართო ქუჩებში დადის ლელა, თაკო, გიგი, ავთო, ლალი, დაე, იარონ, ამ 777-ინ. მთავრობამ აკრძალა Facebook-ში გინება, ლუდისმა, გვიან ხმაური, რასაკეთებთ, ხალხო, აი რასაკეთებთ, სად ნახავთ ისეთ კაცს? Facebook-ი რომ არა აქვს, არ იგინება, ღამე რომ არ ხმაურობს, სად ნახავთ ისეთ კაცს, ღამე რომ იძინებს 10 საათზე, სად ნახავთ ისეთ კაცს, ეგეთ კაცს, სად ნახავთ, ხო? არა, მე მახსენდება, კი, აბარა, ლუდისმაც უნდა აკრძალოთ და ყველაფერი ცუდიც. ეგრეა საჭირო. ჩვენი გადაცემის პირველი შოუს მუსიკალური განფორმებელი გახლავთ ნიკა გვარამია და მისი ბენდი Superstar in Action. ნიკა გვარამია კი არა და შოუს ამ ეპიზოდში იხილავს One Minister ზოზარ სუბარს, მიხეილ სააკაშვილს, ფეხით მოსიარულეთა ტრიოს მანდილი, დათო გომართელს არა მამა აფრიკით. ქეთი მელუას გაელვებას, მარგოს და აქუს, ალიბაბას და 40 ყაჩაღს. ეს ყველაფერი შალვარამიშვილის შოუს ახალი სეზონის პირველ ეპიზოდში, რომელსაც ასევე ქვია შალვარამიშვილის შოუ. სენსაციურად ვიწყებთ შალვარამიშვილის შოუს ახალი სეზონის პირველ ეპიზოდს. არც მეტი და არც ნაკლები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიშა სააკაშვილი ჩაგვერთვება Skype-ით. სულ ეხლა უკვე ჩაგვერთო, მოგესალმები ბატონო მიხეილ, როგორ ბრძანდებით? კარგად ჩაბა, პირველ რიგში გილოცავ შენი გადაცემის ახალი სეზონის დაწყებას. კარგით, მეც გილოცავთ კურიერის ახალი სეზონის დაწყებას. მოკლედ, პროკურატურა რამოდენიმე საქმეზე გედავებათ და რა კომენტარს გააკეთებით? თუ ეხლა მე მგონი ყველასათვის დათელია, რომ ბრალდებების ძირითადი ნაწილი მოგონილია. ჯერ მარტო სამარცხვინო კოსტუმების ამბავი რა დღის? ჯერ ესეთი სამარცხვინო არ არის, რას ხედავთ ეხლა? ცუდი კოსტუმია? ჩალო, მე დიზაინერი არა ვარო, შევაფასო გიხდება თუ არა დასაწყისი. მაგას ჯობია სერიოზული კითხვები დამისვა. სერიოზულ კითხვებს უფრო კომპეტენტური პირები დაგისვამენ და უპრიანია მათ დაელოდო ბატონო. იცე უპრიანზე გავახსენდა. მე მზად ვარ ნებისმიერ თემაზე ვისაუბრა და ნებისმიერ საკითხზე გაგცეთ ამოუწურავი პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ ჭიკაიძე გვისმენს ახლა. თუმცა მე მინდა გითხრათ, რომ მე არაფერს არ მეშინია. რატო არ გეშინიათ? რაზი აქვს, ეს ბაიჩ ვერაფერს ვერ გაიგებს და.
რა ხდება Skype-ი ხო არ გაიჭედა, ჰა? რა იყო შავა? Skype-ა გაგიჭედა? როგორც ბიძინაბ გაუჭედა, ხო ბარგველაშვილს? ხო და როგორც შენ 2012-ში. კარგი. გემშვიდობები, ბატონო მიხეილ და მინდა დაგპატიჟო ჩემს გადაცემაში. ჩამო, მიშა. ჩამო. თემა ჩამოსვლელი არა ვარ, ჩამო. და ერთი თხოვნა მაქვს შენთან. დიახ. ისა ქვია, დათობა არის ფოჩხიზე? ხო, კარგი, გასაგებია, დათო აქ არის და მოდით ახლა დავამთავროთ და მოკითხავს გადავწერ დათო. არა, არ გათიშო შავა. დათო, შეიჭირებე. ერთი ვიმღეროთ და ერთი თხოვნა მაქვს შენთან, ვიმღეროთ, გთხოვ. რა უნდა იმღეროთ რა? აი ისა რა ქვია იმას. კაცო, ისა ხალხია და ხალხარია. ხარია. Daria tua, Daria. Misha. Სადაიგარი, კაცო? სათხარ. შალვა, დირიმე. ნოსტალგია მომაქვს. კარგი, გასაგებია, ჩამოდი და გაგიქაროთ მაგცელებს. ესეთი იყო ჩარტვა Skype-ით ყოფილი პრეზიდენტისა, მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი შოუს სტუმარია ბატონი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი, დევნილთა მინისტრი, მოკლედ რომ თქვა, თორე ისე ძალიან გრძელი სახელწოდება აქვს შენ სამინისტროს. მე ამოვიწერე უცნაური სახელების მქონე პოლიტიკოსები. პალიკო, გაგაჟრიალა, ხო? გედევანი, ჩიორა. გედევანს რას ერჩევდი ახლა? გედევანი უცნაური სახელია, კარგი სახელია. ნუ, პირველ ადგილზე მაინც სოზარია, რა თქმა უნდა. სოზარ, შენი წინაპრების სახელები გითხარი, აი მაინტერესებს ეს ტრადიცია, გამონაკლისი ხარ თუ აი მამა, ბაბუა, ბაბუის მამა და ასე შემდეგ. მამას ძალიან ესეთი ჩვეულებრივი სახელი ერქვა ავთანდილი, მაგრამ თვითონ ეს სახელი ჩემი რო საიდან მოვიდა, ამას ესეთი ისტორია ჰქონდა. ბაბუა ჩემის მამას ერქვა ოსმანი და ოსმანი? სვანეთში ჩრდილო კავკასიასთან ურთიერთობის გამო ბევრი იყო ესეთი ჩრდილო კავკასიური სახელები და მამა ჩემს გადაუწყვეტი კაი კაცი იყო იმის სახელი უნდა დავარქვაო და მაშინ გადაიჭრა დედაჩემმა ვენები. ოსმანს გარქმევდა. იმის მერე დამარქვეს უკვე მისი ძმის სოზარის სახელი. და ეს სოფსანში გავრცელდა. საქართველოს გადარჩა ესე იგი, გასაგებია. ოსმანი. სოზარი რაიმე მნიშვნელობა აქვს ამ სახელს რაღაცას ნიშნავს? რა არის ეს, რას ნიშნავს? როგორ არის ცი ხა? ინგლისურად არის სიზარ. არა, არგი. ლათინურად არის ცეზარი. არგი, არა. ზოგადად კეისარს ეძახდნენ, სვანურად სოზარი, ნუ ასე რა. არასწორად გაგიგებენ, თორე მე გავუშვებ. მე მაგას გავუშვებ, მაგრამ არასწორად გაგიგებენ. გრამატიკაზე ვლაპარაკობ, ხო არაფერზე. აი, ხიარულებით უნდა დავიწყოთ ჩვენი ეს ნაწილი შოუსი და ანეკდოტით დავიწყოთ. ძალიან მაგარი მოკლე ანეკდოტი მაქვს. სვანი გახდა მინისტრი. ეს აღარ არის უკვე ანეკდოტი, ხლა ახალი ანეკდოტია. აბა? ორი სვანი გახდა მინისტრი. ერთდროულად. ხო, პრინციპში თეატრალუკიანი და შენ. მომისმინე, შენ და თეატრალუკიანი, ორი სვანი მინისტრი. ფიანიც სვანობს ზოგჯერ. მართლა? როცა კარგად იქცევა, მაშინ სვანობს, ხო? რაინაზე ლაპარაკობ შენ და თეა წულუკიანი, ანუ სვანურად ლაპარაკობ ქართულად, ხო? ვიცი როგორ არის, ეხა იმან რა დონეზეც იცის სვანური, მე იმ დონეზე ვიცი ფრანგული და არ გამოგდის ამ ორ ენაზე ლაპარაკი. ერთადერთი ქართული შემოგჩა. აი, სვანებს რაღაცნაირი კავშირი ხო გაქვთ ერთმანეთ, ანუ გესმით ხო ერთმანეთი? სოსო ჯაჭვლიანს რა უნდა, რას ბაზობს? კიდე გითხრა, იმიტომ რომ რა ვიცი, აბა. სოსო ჯაჭვლიანს ვერავინ გაიგო და მე საიდან გავიგე. მაგრამ სოსოსთან დაკავშირებით, ну, სოსოს გონია რომ არ მეტყოლება ცალკეა, მაგრამ ფილმებით მეტყოლებს. ხო. დამპატიჟა თავის ფილმის პრემიერაზე სვანი რო გადაიღო. ну, მე კი ვიჯექი. რომელი ფილმი? სვანი. სვანი, ხო. მეორე ნახევარში ვზივარ გულშეწუხებული, ასახე რაღაცა.
აღარ მეხსნება, დაძაბული ფილმია ეს. დამთავრდა ფილმი და გოგა ხაინდრავაიძახის ფილმის მეორე ნახევარი სკამქვეშ გავატარებ, იმიტომ რომ ტყვიები უკვე დარბაზში ზუზუნებენა. მე გარაფერი ხა გოგას გაუძლებს კაცი, მაგრამ გამოვდივარ ფილმიდან და ცოლი მეუბნება თამთა. ეხლა უნდა გაგეყარო ამ ფილმის შემდეგ სვანთან ურთიერთობა, რა გამომივარ. შვილებს რა უყო, იმათაც ხო ეს გენდენტიკა აქვს. შენ მეუღლე სვანი არ არის. იმერელია ყობანეიშვილი. ხო, ნუ კარგი, გასაგებია. ხო და მოკლედ ამაზე ვეჩხუბეს ოსოს მეთქი ეს რა დღეში ჩამაგდე და ერთი წლის მერე მირეკავს გამოვასწორეო ახალ პრემიერაზე უნდა დაგპატიჟო და იმის შემდეგ აღარც ვესალმები უკვე რა ესეთ დღეში ჩავარდი. მაიტანასოსი. მაიტანასოსი დამახსენდა. პირველი უფლებადამცველი სუბარი კი არ იყო სოზარი ისა სვანი. პირველი სვანი უფლებადამცველი იყო აი ის ტიპი რო არის მაგანეტოჩი მიეცინასოსი. მო არის მაიტანასოსი მიეცინასოსი ეგ იყო. კარგად მახსოვს სოზარი, როდესაც იყო უფლებადამცველი, ომბუდსმენი, ხო ძალიან კარგად ამახინჯებდა. ომბუდსმენი. ხო, ნუ ამახინჯებენ ხო ომბუდსმენი, შემოდიოდა ჩემთან კურორტზე. რა დრო იყო რა? კარგად მახსოვს, შეთქმულებებს რო აწყობდით, შენ და გიაფასურია იმ ფიციკაში. იმის რა ქვია, ახშობდნენ მე იმათ ძალიან ხშირად. ახშობდნენ, თუმცა თქვენი იქიდან ნიუტები შემორჩა, რაღაც ნაწილი მოგიტანე, რაღაც. მართლა? ჩემი ნიუტები, ვა, მართლა. ბარი ვერ ვიპოვე. მე მგონი გოგამ გადამალა იმისთვის რომ მუზეუმს აკეთებს ახალმა მინისტრმა. ჩემი ნაჯოკა. გაწყალი ჩემი ნაჯოკა, რა მაგარია. ანუ ეს რითიც იქ ერთობოდი ეთყობა ძირითადად Playboy ჟურნალები. დანარჩენი. აჰა, შენი იყოს და დანარჩენები ეთყობა მუზეუმს. მარტო მე კი არა, ძალიან ბევრი. ჩემი მეგობარი ერთობოდა აი ამ იმას. მაგრამ ეგრე ნუ მიყურებ შენ, თად ეგრე, იმიტომ რომ მე ვარ კაცი, რომელმაც კონსტიტუცია შევცვალე. ეს ძალიან ცნობილი ისტორია შიდაწრეში, რომელსაც ახლა ალბათ ფარდა აეხდება დღეს არის ექსკლუზივი ჩვენი მაყურებლებისთვის. აბა მოყევით. ამაზეც მოგიტანე ერთი საჩუქარი ამასთან დაკავშირებით. ჯერ ისტორია მოვყვეთ. ეს არის რეალური ინფორმაცია, რაც მოხდა 2004 წელს. მოკლედ ლევან რამიშულმა დაწერა კონსტიტუციის მეორე თავის ახალი ვერსია. მეორე თავი მოგეხსენება კარგად არის ადამიანის უფლებებზე. ეს მეორე თავი იყო უფრო დიდი ვიდრე საქართველოს კონსტიტუცია არის დღეს და შიგნით ომბუდსმენის რაც ეძღვნებოდა ის იყო უფრო დიდი ვიდრე მეორე თავი. ჟურნალისტმა მოკრა ყური, ახლა ჟურნალისტები ხო ყველაფერს იგებთ და ურეკავს შალვა რამიშულს, ლევანის ნაცვლად. მაპატიებს. თარგმნას ლევან რამიშულმა და ბუდაპეშტში არის რაღაცა ჟურნალისტების ისა იურისტების სხოტკა და იქ უნდა წაიკითხოს ეს გააცნოს ევროპა. რა არის? იურისტების? ეგ ჩვენ ვიცით ეს ნე. სხოტკა. კიდე კაი, სამისოში აღარ ყარო, შეციხავ. იქიდან წამოიღე, ხო ეგ ლექსიკა. შენთან ურთიერთობა ძირითადად. მერე? წავიკითხავ რამ ინფორმაციას. ოდეს ინფორმაცია, რომელიც გავიდა, ხო? რომელიც დაიბეჭდა გაზეთში, გავიდა სააგენტოში. ანუ ისტორია ის არის, რომ ჩემთან მოდიან, წარმოიდგინეთ. მოდიან და მეკითხებიან კითხვას, რომ აი ახალი კონსტიტუცია რო დაწერეთ. თან კულუარებიდან გაიგო. ხო. ეს ხო საქართველოს დაამიღებულია. გადის გაზეთში ეს. ინკოგნიტო წყარო. პარლამენტში გავრცელებული კულუარული ინფორმაცია 23 ივლისს ბუდაპეშტში დაგეგმულ კონფერენციაზე ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიერ მომზადებული საქართველოს კონსტიტუციის პროექტი განიხილება. რომელიც სხვა ნოვაციებთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმებას ითვალისწინებს. საკონსტიტუციოსაც აუქმებდი მოკლედ. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარის თხოვა, ამ სააგენტომ კომენტარის თხოვა თავად ტელეკომპანია 202-ის წამყვანს გახსოვს ის დრო. კი. შალვა რამიშვილს. ახალ. მე დავწერე არა მხოლოდ ახალი კონსტიტუციის პროექტი, არამედ მაინ კამფის ახალი ვერსია და ახალი აღქმა. რომლებიც არა მხოლოდ ბუდაპეშტში, არამედ ნიუ-იორკსა და თელ-ავივში განიხილება. აღნიშნა რამიშვილმა. 23 ივლისს მერე ინფორმაციის დაზუსტება ბუდაპეშტში სოროსის უნივერსიტეტის ორგანიზებით, ეს არაფერი იმ უნივერსიტეტის ღია საზოგადოების უნივერსიტეტი ქვია, საქართველოს კონსტიტუციის ხარვეზების განხილვა გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტები და ქართველი პარლამენტარები დაესწრებდნენ და რამიშვილი განიხილვა. ხო და ყველაზე მაგარი. ანუ აი, წარმოიდგინეთ ის ჟურნალისტი, რომელსაც ეუბნებიან, რომ მე დავწერე მაინ კამფის ახალი ვერსია და ახალი აღქმა და თელ-ავივში და დაწერა და გაუშვა რა. ესეთი ამბებია რა. შენ ხო ჟურნალისტი იყავი? მე კიდე გიკვირთ რატო ხდება ზოგჯერ მიჭირხნა ჟურნალისტების რა. სხვათა შორის. რატო დგება ამის აუცილებლობაო? სხვათა შორის ვიცით უკვე ჩვენ ამ სიტყვის მნიშვნელობა და
მიჭირხნა კი არა. მიჯირხნა. ასე რომ დაუბრუნდით. არა ეს ვიცი როგორ არის რა. შეთხო ჟურნალისტი იყავი სხვა შენ. მე ჟურნალისტი. სად მუშაობდი? გაზეთი კავკასიონი, რადიო თავისუფლება. ესეთ რაღაცებს არ აკეთებ. საერთოდ ძალიან იმედი მაქვს, არა მომიჩხერკავენ მე. საერთოდ ძალიან გზელი გზა განვლო, ძალიან მძიმე გზა განვლო სოზარმა, იმიტომ რომ ჟურნალისტი იყო, ომბუდსმენი იყო, ერთადერთი ომბუდსმენი, რომელიც რომელსაც ცემეს ძალიან ოპოზიციაშიც იყო, დევნასაც განიცდიდა, შემდეგ ყველაზე მძიმე სამინისტროს უძღვებოდა, ძალიან მძიმე იყო მისი იქ მუშება, ასე თუ გაგრძელდა, ასე მძიმე თუ გაგრძელდა, პრეზიდენტი შეიძლება გახდეს. არ გირჩევ ამ თემაზე ხუმრობას, იმიტომ რომ ბოლო 10 წელი რასაც ვაკვირდები, უშენოდ პრეზიდენტი ვერ ამიხდება. ერთმა არ გაგიმართლა, დასაჭერად აქვს საქმე. კი ბატონო. მეორემ არ გაგიმართლა და ეხლა მესამეზე ნუღარი ჩალიჩებ, რა აღარ არის საჭირო. კარგი, მით უმეტეს შენც არ გინდა. მეც არ გინდა. ის მოუნდება. ძალიან რთულია მოგი. ამ ფონზე ყოველ შემთხვევაში. ეხლა ხარ დევნილთა სამინისტროს ხელმძღვანელი, კარგია რომ ციხიდან წამოხვედი. აღარ ახარ იქ ციხეებში და ხარ სამინისტროში. მე მგონი ესეთ ხუმრობანარევ რაღაცას ვიტყვი რომ ერთადერთი სამინისტროა, რომელიც ალბათ ყველას გვინდა რომ საერთოდ გაუქმდეს. ნამდვილად ეგ აღარ არის უკვე ხუმრობა, ძალიან სერიოზულად არის, თუმცა ასეთი იყო ჩვენი გადაცემის ყველაზე მაღალი ჯერჯერობით სტუმარი, მაგრამ უამრავი სხვა დადებითი თვისებით დაჯილდოებული, ჩემი მეგობარი სოზარ სუბარი გავაცილოთ. დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. რეკლამის შემდეგ ალიბაბა და 40 ყაჩაღი, ტრიო მანდილი და ტაქსის მძღოლები. ვიფასწრებელი მაყურებელო, ჩვენ კვლავ გვინდა გამოკითხვების რუბრიკით მოსახლეობის რაღაც ნაწილს შევახსენოთ რაღაც რაღაცები, კერძოდ ის, რომ ალიბაბა და 40 ყაჩაღი, ასევე ჯინი არის სპარსულ არაბული ზღაპრების გმირი, გახლავან გმირები. და სინამდვილეში არც ალიბაბა და 40 ყაჩაღი, ну რა თქმა უნდა არც ჯინები არ არსებობენ. თუ რატო გვინდა ამის შეხსენება, ამ ყოველივეს ჩვენი გამოკითხვით გაიგებთ. როგორც იცით, საჩინაგა საქმეთა სამინისტრომ დააკავა ბატონი ალიბაბა და 40-ვე ყაჩაღი და ირანის სახელმწიფო ითხოვს მათ ექსტრადირებას, რაზეც ქართული სახელმწიფო ანუ უარს აცხადებს. თქვენი აზრით უნდა გადავცეთ თუ არა იცით რა არის, ესე ძალიან არა ვარ ესეთ საკითხებში ჩახედული, მაგრამ თუ კრიმინალია და ჩვენს ქვეყანას ეხება, რა თქმა უნდა, არც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება სასიარგებლო, არც იმ ქვეყნისთვის, ასე რომ იცით რა, აი ამბობენ რომ იმიტომ არ გადავცემთ, რომ აი წინაზე როდესაც გამათავისუფლეთ თქვა სიტყვაზე და დავიჭირეთ ალადინი და გადავეცით მათ, ანუ მალევე გაანთავისუფლესო. და ამიტომ არ გვინდაო რომ კიდევ ერთმა დაუსჯელობის სინდრომი და ფაქტურად კი, ახლა ეს ალადინი გაანთავისუფლეთ გამოვედით და კი მაშინ თუ კი თვლით რომ აზრი არ აქვს, რა თქმა უნდა, არ უნდა გადასცეთ. ეს ხუმრობაა თუ მართალია? Если международные законы будут к этому что передать, надо передать по международным законам. Შეიძლება გადავცეთ. და აი სახელმწიფოს, ქართულ სახელმწიფოს ამაზე აქვს ესეთი პასუხი, რომ წინა შემთხვევაში, როდესაც ალადინი დაიჭირეს აქ და ასევე გადასცეს ირანის სახელმწიფოს, იმათმა მალევე გაანთავისუფლეს ალადინი. და აქედან გამომდინარე, არ უნდათ რომ იგივე ბედი ეწიოთ ალიბაბას და 40-ვე ყაჩაღს და ამიტომ არ უნდათ გადაცემ. მაშინ მივიღოთ ზომები. როგორც იცით, საქართველოში დაიჭირეს ალიბაბა და 40-ვე ყაჩაღი, რომელზეც როგორც იცით, ამნისტიით გამოსულმა ჯინმა გუშინ ღამე საბურთალოზე გაძარცვა ლომბარდი და მიითვისა ძალიან ბევრი ოქროულობა და მარგალიტები. თქვენი აზრით, ანუ უნდა უშვებდნენ თუ არა ვადაზე ადრე თუნდაც ჯინს? გააჩნია შედის რა ზომა აქვს მისჯილი. ყველას არ უნდა უშვებთ. ჯინზე ამბობენ, რომ ანუ ნორმალურად იქცეოდა და ამიტომ გაუნახევრდა თქვა სასჯელი და ამის მიუხედავად მაინც გადარცვა ლომბარდი გუშინ ღამე.
რა ვიცი, ძნელი გადასაწყვეტი. იმიტომ არ არის კომისია იმდენი ადამიანი რომ უნდა განსაჯონ როგორ. ღირს თუ არ ღირს გაშვება. ის ჯინი რომელმაც ჩაიდინა დანაშაული და ვთქვათ ნახევარზე მეტი მოიხადა, ანუ არ უნდა გამოვიდეს. არა, აი როგორ იქცევა ციხეში გააჩნია იმისვე, თუ არის გამოსწორების გზაზე უნდა გამოვიდეს. სამუდამოდ, მაგრამ როგორც გამოვა, მე მაგალითად რო ვიყო. აი ხო გამოვიდა დანაშაული ჩაიდინა. ისე ჩავსვდი რომ საერთოდ არ გამოსულიყო ცხოვრების თავის ცხოვრების მანძილზე. ანუ ეხლა თუ დაიჭერენ ამ ჯინს აღარასდროს არ უნდა გამოუშვა. იმიტომ რომ იმან ვერ გაიგო და ვერ გაითოცნობიერა ის რომ აპატიეს და გამოუშვეს. ამისთან ადამიანი კიდე ჩაიდეს დანაშაული. ხომ რაღაც ეხლა მაშაყირებთ. ისეთი პიროვნები უნდა გამოიშვას ამნისტიით, რომელსაც დარწმუნებული იქნებიან, ახლა 100% თუ არა. ნუ ნახე, ცოტათ მაინც რომ გამოსაშვებია ადამიანი თქვა და ანუ ჯინი ამ შემთხვევაში არ უნდა გამოვიდეს. ალბათ არა. არა. ელექტროვილი, მე მგონი რამიშვილის შოუა. You never had a friend like me. ვირბაზო მეგობრებო, სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც სამი მომხილავი გოგონა მოდის შარაგზაზე და მღერის ქართულ ხალხურ სიმღერას. ვიდეომ არნახული პოპულარობა მოიპოვა. 800,000 იუზერი არის მაყურებელი ამ ვიდეოსი, უამრავი კომენტარი და ეს მაგარი გოგოები ტრიო მანდილი მოიწვიეთ შალვა რამიშვილის შოუში. წარმოგიდეთ ეს. დავიწყოთ მარცხნიდან მარჯვნივ. მარჯვნიდან მარცხნივ როგორც გენერი. თუ შუიდან დავიწყოთ. შორენა? ცისკარავი. თათია მგელაძე. ანა ჭინჭარავი. შუაში არის გურული, ხო? და როგორ მოხდა რომ გურული გაუგებრობაში მოხდი. ხალი მღერის აი ესე კარგად მთის სიმღერებს. გურიაში არის თა, მაგრამ არის შენში რაღაც თიულური თუ ამ გოგონებში არის გურული? გადამიბირეს. გადაგიბირეს, ხო? მაგრამ მაინც შენს გურულ თვისებებს არ კარგავ. უფ, არა. სად იყო? სად არის ეს გადაღებული? ვერ დავკარგა. სად არის ეს გადაღებული? სვარჭამია შეგადაღებული სოფელ თეზონში, ჩემთან აგარაკზე. შენთან აგარაკზე და რა მოხდა? რაღაც წინა სიტყვაობას ამბობ იქ შენ, რომ სიურპრიზი მოუწყეთო და ვის მოუწყეთ სიურპრიზი? შორენას. შენ მოგიწყეთ სიურპრიზი როგორ? ჩუმად ჩავედი, ნუ ხა კი, მაშინ კი გაუხარდა ვითომ, მაგრამ ხო, საკვები იყო ცოტა და ჩაადეკით ორი, ხო? იმიტომ გათავდა მალე. პროდუქტი გათავდა მალე. ანუ მოუწყეთ სიურპრიზი, დაადეკით ასე ვთქვათ, ხო? თხარი ჭამიაში. და აი ეს პატარა ბავშვი, რომელიც მოგყავს შენ, ხო? შენი და არის თუ ვინ? თამარ. არა, ჩემი დის ნათრული. ხო, და მოდიხარ სეირნებით კი. შარა. და იღებ შენ ამას და იპრანჭები შენ, ხო? ვიპრანჭები რა ვიჯღანები. არა. ვისი იდეა იყო ამ ჯგუფი შეგექმნათ, ვინ არის თქვენ შორის? აი საქმეზე სალაპარაკოთ რომ მოვიდნენ, ვის უნდა დაელაპარაკონ? აი ხა მე ვწდი, საერთოდ გურია რამდენად საინტერესო ძლიერი. რომელსაც არ უნდა დაელაპარაკოთ, სამიოს გვეცოდინება აუცილებლად, ისე არ გადაწყდება. ერთი აზრი გვაქვს ძირითადად. არა, იქ ხო, კაცო, ჩორც კი არ ვაგდებ. სამიოს ყო უნდა დაელაპარაკო, ერთი ვინ არის თქვენ შორის ის მოლაპარაკე ყველაზე ის? თათია უფრო. ვინა? თათია უფრო. თათია, ხო? როგორ გიწოდი? გურია ინარჩეს. კარგი. ღერი ხართ ქართულ ხალხურ სიმღერებს. დღეს პირველ სიმღერას რომელსაც აი აქ შეგვისრულებთ არის რაჭული. რაჭული. ხმამაღლა, ნუ გეშინია, კაც ხმა მომახია. იქ იმ გაყვირი ხარ იმ ვიდეოში რო გადაიღე. და რაღაც დაიწყო. ჰა? ხალხი არ იყო და იმიტომ უყურებთ ხალხი. ეხლა მთელი საქართველო გიყურებს. არ იცოდი, არ ელოდი რომ ესეთი პოპულარული. არა, არც ვაპირებდი დადებას, იმიტომ რომ ანი დამიფხვირა არ დადოეგვიდა, თორე არ ვიცი რას გიზა ჩუმად და აი ხედა. ხედა. არა ხარ მარტო. ურუ დაუჯერეთ. ვიფასო ტელემაყურებლებო, პირველი სიმღერა ჩვენ შოუში, ჯგუფი მანდილისა, რაჭული. Anama
ძალიან დიდი მადლობა გოგოებო, მაგრამ რა მინდა ახლა თხოვოთ. აპარეკას გარეშე ვერ გაგიშვებთ, ოღონდ ჩოულებრივ კი არ ვიმღეროთ. აი იმ ცნობილ 800.000 რო დააგროვა, აი იმ სტილში ვიმღეროთ. აპარეკა, გთხოვთ? გამოვედით ისე გავხარდა, ესე იყურებოდა გაუცებული მე შორედო და ანივაც და მაგარ სიმღერას გიმღერეთ. სახენეო აპარეკა ფარლედა ძვიძვის კენიტოლება ქალავშავ კვადრატ მაპარება ანავწერყოში რად მიყოლება ეს მეშეს ორფერი ვიქნებიო მალე გავიტანეთ საუბარი თვალანუა მირი ფიქრებიო მამ შორდ გაიგონე ნაუბარი მამ შორდ გაიგონე გვაქვს ახალი რუბრიკი, მეგობრებო, ეს გახლავთ ჩვენ ვეძებთ მითებს. გავედით ქუჩაში, კამერით და მიკროფონით და გადავწყვიტეთ, რომ მოგვეძებნა ორ დიპლომიანი ტაქსისტი. ორ დიპლომიანი ტაქსისტი მითია. აი მითია თუ სინამდვილე უნდა გაგვერკვია. პირობა ძალიან მარტივი იყო. როგორც კი მოუძებნით ასეთ ტაქსის, იმ წუთში 100 ლარს ვაჩუქებდით. ნახოთ რა გამოგვიყვება. ტაქსი გამარჯობა. ვეძებ ტაქსის მღელს, რომელსაც ორი დიპლომი აქვს, უნდა დავასაჩუქროთ. ერთი ძარა რა? ტაქსის მღელს ვეძებ, რომელსაც აქვს ორი დიპლომი. ერთი და ნაღდი? მე მეორეც აგეღო რა. ვიცი ვერავინ. შავა რამიშვილი შოუდან არიან და ეძებენ ჩვენ ხაზზე ორ დიპლომიან მღელს. საჩუქრად აქვთ 100 ლარი. ორი დიპლომი ეძებენ ეგეთ უძღოლსო, ორი დიპლომი გაარჩინეთ. 4-3 გეკითხები ტელევიზორში უნდა თუ აჩვენონ მაგათმა ტელევიზორში. კი, რა თქმა უნდა. 4-1000 დოლარი ხოდა კი ბატონო, 100 დოლარი. გამარჯობა. ორ დიპლომიან ტაქსის მძღოლს ვეძებთ და დავასაჩუქრებთ. არა, გაქვთ დიპლომი. არ გაგზავნებოდეთ. გამარჯობა. ორი დიპლომი თუ გაქვს დაგასაჩუქრებთ. აქ არა მაქვს თორე როგორ. სახში? ორი დიპლომი გაქვთ? ერთი წამით მე მგონი ვიპოვეთ ადამიანი, რომელსაც აქვს ორი დიპლომი და ეხლა მივუყვებით სახში, ნახოთ გადავამოწმოთ დიპლომი. უბრალოდ სამი დიპლომი, ხო, ბატონო? არა, ვნახავთ რა. ნახავთ, ორი უეჭველი და შეიძლება მესამეც დავდოთ რა. აბა ვნახოთ. ეს დიპლომი მიეცა თემურ ალექსანდრე ელაშვილს, მაზოდ რომ ამა დაამწეს საქართველოს ლენინის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობა. ესეც მეორე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, დიპლომი, ნომერი 154. მოკლედ, ჩვენ ხელთ გვაქვს 2 დიპლომი და 1 მოწმობა, უმაღლესი სასწავლებლის მოწმობა და მე მგონი ამ პიროვნებამ დაიმსახურა, რომ გადავცეთ 100 ლარი. როდესმე თუ წარმოვიდგენთ, რომ აი ტაქსისტად მუშაობის პერიოდში რომ თქვენი წარსული როდესმე 100 ლარი დაგასაჩუქრებდათ. ვერც მაგას წარმოვიდგენდი და ვერც ტაქსისტი რო იქნებოდა. ანუ ისეთივე წარმოუდგენელია, ისეთივე წარმოუდგენელი იყო ეს თქვენ. ასეთივე 1 დიპლომი, ეს თქვენი მეორე დიპლომი, ეს თქვენი მოწმობა. ჩაუთვალოთ ამ ადამიანს, ჩაუთვალოთ, რომ მან მიიღო ორგზის უმაღლესი განათლება. რეკლამის შემდეგ სკოლის მოსწავლე მარგო და დავით კომართელი. ახალ სეზონში რაღაცები ძველი სეზონისა გამოყვა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ასეთი რაღაცა არის, ვიღაც უბრალოდ არის შეუდარებელი მარგარიტა ლუჩკო. გედი ვარ, შენი თეთრი გედი. ეს რა ქსოვილია, რა ქვია, გიპიური? გიპიური. გიპიურელი გოგო, ეს ვისი არის? ეს გედი მოკალი შენ, თუ რა გედი? გედი მოკალი. შალვარემ შილთან მოვედი. ნუ პირველი შოუა, პირველი ეპიზოდია, ცოტა მიჩვევაა საჭირო. ვიცი რომ შენ იღებ მონაწილეობას ცეკვავენ ვარსკვლავებში, მაგრამ ამაზე ცალკე შოუს, ცალკე ეპიზოდს გავაკეთებ. მანამდე მინდა უთანაგზნო შენს პარტნიორს, იმიტომ რომ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ძარღვების და მუსკულატურის დაკაჩვა მოუწევს, იმიტომ რომ 85 კილოგრამის 2 მეტრზე აწევა არის ძალიან დიდი პრობლემა და შესაბამისად ნამუსი არ ქონდა ვაფშე საერთოდ. მას არ ქონდა, კი, მას არ ქონდა. შენ არა გაქვს ნამუსი დატოვებული აქ პოლკაზე. რატო? ნუ რა არის გოგოზე, როგორც ცონაზე უნდა ელაპარაკო. აი, ხო, 65, ხო? გედი ვარ თქო, გედი. 65 კილოიანი გედი გინახავ? კარგი. ჩვენ გვაქვს რეპორტაჟი პირველ გახსოვს შენი სკოლა? ძალიან მახსოვს ჩემს. Я сейчас 9-я средней школы пришла в ГРВЦ. ГРВЦ. Кшегизлетко. Тквитко. კარგი. ძალიან საინტერესო იყო, ხო? აი რომ მიდიოდი პირველ სექტემბერს. აი სულ ძალიან დიდი ზეიმი მქონდა პირველ სექტემბერს, ბოლო სექტემბერს. ბოლო ზარზე. ბოლო ზარზე. ხო და აი შუა თანაში სულ რაღაცა კონცერტები იყო, აი ძალიან ესეთი, ძალიან მაგარი სკოლა, სულ ბევრი სწავლობდი და სკოლიდან ძალიან ბევრი რამე გავიტანე ცხოვრებაში. გაიტანე ხო სკოლიდან ბევრი? რა გაიტანე სკოლიდან? აი შენ სკოლიდან გერბეზეს სკოლიდან რა გაიტანე? Литература, вот любовь к литературе, к чтению, к музыке. Კიდე? რა მელ ела я тоже. რაო, ცარცს ჭამდი? კი. მართლა? როგორ აი იპარავდი? ხო. არა, ნუ იცით რა არის, ჩვენთანაც ჰქონდა სელფები სკოლაში ტუალეტში, მაგრამ ეს ძალიან დიდი აპარატით. და ხო, მე ცარცი ვჭამდი, ხო. ხო. Ისა. ამიტომ გამოვიდა булочка, как функуна. როგორ? ქართულად როგორ ეს булка? ხო, სწორია ეგრეა. Функуна. ეს სულიწი ჩემზე დამპალო შენ. არა, აი დაასვი და ალაპარაკე რა და არ თავდება უწყვეტი სიამოვნების წყაროა რა. ხო არის დენის წყარო, ეს არის უწყვეტი სიამოვნების წყარო. მაგრამ ხანდახან ბევრია ხოლმე. კარგი, მორჩეთ ახლა. всё, მორჩეთ. ბევრი ხარ. ესე იგი, მე იქით რო ვიყავი სკოლაში. იქით რო იყავი. პირველ ექსტრემალურ სკოლაში. პირველ ექსტრემალურ სკოლაში. ხო, იქით შევხვდა ბევრი ცნობილი ხალხი. ბავშვები, კახაკალაძე, ძალიან დიდი მადლობა. დასდევ კახაკალაძეში. არა, გოგო, რა.
არა ბიჭო არა აჯიტირებული არა არანაირი დაზდება არ გვინდა ჩვენ უბრალოდ ხდებით ცნობილ ადამიანებს კიდე ვინ იყო მე შენ ბევრი ბავშვები მშობლები მასწავლებლები სხვათა შორის იცი რა გავახსენდა როგორ დარბოდი გიჟივით ნაპირიმენე პერემენა გაიქეცი ახლა და ჩვენ ვნახავთ მარგო ლუჩკოს რეპორტაჟს 1 სექტემბერი პირველ ექსპერიმენტალურში დღეს არის პირველი დღე, პირველი სასკოლო დღე და მე ვარ ერთ-ერთ ძალიან კარგ სკოლასთან. სადაც სწავლობდა ძალიან ბევრი კარგი ადამიანები და მალე ვნახავთ რა იქნება. არ ვიცი როგორც თქვენ, მაგრამ მე მიხარია სკოლის დაწყების დღე. გამარჯობათ ბავშვებო. გიხარია სკოლაში პირველი დღე? რა გინდა რომ გამოხვიდე? პოლიცია. შენ ვინ გინდა რომ გამოხვიდე? ექიმი. პოლიციელი. პოლიციელი. პირველ რიგში გილოცავთ, პირველი დღე არის სკოლაში და როგორ как вы ждали этот день и вот что вы чувствуете? Ღელავ ძალიან, ჩემს ახსაზრდელებთან ერთად. მე ღელავ ამ პატარებთან, აგერ უამრავი მშობელია და იმათთან ერთად არანაკლებ ღელავ თითქოს პირველად ვატარებ პირველ გაკვეთილს. გიხარია თუ არა სკოლის დაწყება? ძალიან. რატო? ბოლო წელია და გიხარია ძალიან. ეხლა სელფების სეზონი გაიხსნება და სად ყველაზე ხშირად გადაიღებთ სელფებს? სკოლაში. ეხლა მივდივართ იცით სად? ჩემ საყვარელ ადგილას. ჩვენ მივდივართ ბუფეტში. ბუფეტის საყვარელი ფუნტუშები. მაიმე ფუნტუშა შოკოლადით? გიყვარს? კი, ძალიან გემრიელია და კიშმიში არის შიგნით? არა, უკიშმიშო. შიგნით შოკოლადია. მე მინდა ფუნტუშა და კაკაო. რომელი? ყველაზე მეტად რა იყიდება? ლობიანი. ფუნტუშები? შოკოლადს კი. კაკაო ხომ მომცემ? როგორი იყავი სკოლაში თუ გიხარდა სკოლაში? მეც გილოცავ რომელ კლასში ხარ? მერვეში გადავედი. ხო, გილოცავ დღევანდელ დღეს. ყველა პატარა სულოცავ, კი, მახსოვს ჩემი პირველი მისვლა სკოლაში ძალიან მტიროდი. კი, ძალიან მტიროდი და მინდოდა რომ დედა ყოფილიყო კლასში. მაგრამ მე შევეჩვიე, ნელა მივეჩვიე ამ ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის. კაცრავად. გამარჯობა. როგორ ძალდებით? მახარებს რომ მოვედი პირველ სკოლა იმაში რა ექსპერიმენტებში. თაკო მოდი გოგო აქ, მოდი. მოდი. თაკოში მოდი გოგო აქ თორე წევედი. ცელკი იყავით? მე? ხო, პრეზიდენტი ყველა ცელკია, მე მგონი რა, სკოლაში ვისწავლოს. ძალიან კარგი. გილოცავთ უყველას ხალხო, კარგად იყავით, გაიხარეთ. რადგან სკოლიდან გამამაგდეს, რაღაცით ხო უნდა ვიყო დაკავებული, ამიტომ ჯობი ავაშენო საქართველო. დიდი მადლობა, გაიხარეთ. მორჩი. ჩვენი შოუს ერთ-ერთი ყველაზე სანატრელი რუბრიკი ერთი სიმღერის გახსენება. ამ რუბრიკის სტუმარია დავით გომართელი. წინასწარ ბოდის გიხდი ნიკა გვარამიას ბენდის ჩაცმულობის გამო, იმიტომ რომ ხედავ რაღაც
სინამდვილეში მუსიკოსები არიან, ძველი ბიჭები არა, მაგრამ რაღაცა ხდება, ხო, რაღაც. შეხედე. არ მე ბოდის უხდი ყველა სტუმარს. დავით გომართელი ჩვენი გადაცემის სტუმარი, მომღერალი, მუსიკოსი. ჩვენ დღეს ვიხსენებთ დათო გომართელის სიმღერას, რომელზეც პირველად გადაიღე შენ ვიდეო. კი, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო, რომელიც საერთოდ ჩემს ასე ვთქვათ რეპერტუარში გაჩნდა. თბილისელ ქალებს ეძღვნება ეს სიმღერა. დღეს ჩვენ ვიხსენებთ აი ამ სიმღერას თბილისელი ქალები. და მინდა ესეთი ექსპერიმენტიც ჩავატარო. შემდეგი რომ ჩვენ ავტორი გახლავთ ვაჟი აზარაშვილი. კი ბატონო. გადავიღეთ თბილისის ქუჩებში რამოდენიმე გოგონა, ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მივმართეთ შეკითხვით. თბილისელია თუ არა. შემდეგ ჩვენ აი ამ კადრს პასუხის გაცემამდე ვასტოპებთ და შემოგთავაზებთ ჩვენ გამოცნობას თბილისელია თუ არა ის. ანუ მე უნდა გამოვიცნო გოგოს რომ შევხედავ. ეგრეთ წოდებულ ვიდეო. ვიზუალურად შევხედავ არის თუ არა თბილისელია თუ არა. შესაბამისად არ ალაპარაკებთ ისე? ნუ რაღაც შეიძლება ფრაზა თქვას რაღაც. ნახოთ, შენ ხომ გამოცდილი ხარ თბილისელ ქალებში, არა? გამოცნობაში ყოველ შემთხვევაში. კარგი, ჩვენ შეგვიძლია გავუშვათ პირველი ვიდეო. გამარჯობა. თბილისიდან ბრძანდებით? არის თუ არა ეს გოგონა თბილისიდან? ეს გოგონა მინიმუმ თბილისელია. კარგით ნახოთ. მინიმუმ, იმიტომ რომ აი მაისური, სათვალე, დავაკვირდი სპორტული ესენი ფეხსაცმელები აცვია, მინიმუმ თბილისელია და უცხოელია. დარწმუნებული ვარ თბილისელია. ნახოთ. თბილისიდან ბრძანდებით? კი. შემდეგი ვიდეო. თბილისიდან ბრძანდებით? აი ახლა აი ამაზე რა სიტყვი? ეს ცოტა ძნელია, მაგრამ კი თუ არა? დაიყვირეთ, აბა თბილისიდან არის თუ არა? არა. არ არის. არა? დარბას, აბა კი თუ არა, დაიყვირეთ. კი, ვინ არა, ვიღაცა კი ის ვიღაცა. ხო, ნუ ალბათ მეტი არაა, ვიდრე მე ვიძახე რომ არის თბილისელი. არის? თქოთ, ბოლომდე. თბილისიდან ბრძანდებით? არა, თბილისიდან არ ვარ. ბათუმიდან. ბათუმიდან ხო, ნუ ჩვენ თბილისელი უნდა გამოვიცნოთ. ხო, არ გასაგები ბათუმი. კი ბატონო, კიდევ ერთი ვიდეო. კიდევ ერთი გოგონა. თბილისიდან ბრძანდებით? აბა, ეხა ეს გოგონა. ეს არ არის თბილისი. არის თუ არა თბილისიდან? არის თუ არა? ეს არ არის. გოგოებო და ბიჭებო, დარბაზო, არის თუ არა? ხმამაღლა დაიყვირეთ. ეს არის კიო იტყვის. არა. კარგი. როსტოველია ეს. ხო, ხედავ შენ. აბა ვნახოთ რა, რას ნიშნავს ძველი სკოლა? აბა ვნახოთ. თბილისიდან ბრძანდებით? მოსკვა. რაღაცა. ახლოს ყოფილხარ. ახლოს მართლა რა. კიდევ ერთი. გამარჯობა. რომელი ქალაქიდან ხარ? აბა, აი ეს გოგონა რომელი ქალაქიდან არის, აბა? რა? ვინ თქვა ეგა? მე. გელა ამბობს რომ ქუთაისელია. შენ რას ფიქრობ? არა, თბილისელი არ არის. არ არის. თქვენ რას ფიქრობთ? არც ერთი არ ფიქრობთ რომ თბილისელია. კარგით. აბა ვნახოთ. გამარჯობა. რომელი ქალაქიდან ხარ? ქუთაისიდან. დიდი მადლობა. არიცოდა. არა, ალბათ. არიცოდა. საიდან მიხვდი რომ ქუთაისიდან არის? რავი, იერით მივხვდი. მიკროფონში თქვი. იმღერე რა. იერით. რაღაც იერი. წაიმღერე რა, იერი. ქუთაისელი რო არის, იერით მიხვდა. კიდევ ერთი ვიდეო. გამარჯობა. რომელ ქალაქში დაიბადეთ? ეს ხოხტები ვინც არის? უნდა ვთქვათ ეხა ეს. არა, ეს ვინც არის? კი, მაგრამ რომელ ქალაქში დაიბადე? ბათუმში. არა? კარგად დაფიქრდი. კობულეთში? სად? კობულეთში. ნახოთ, აბა. მე ვიცი რომ ბათუმელია, ნინო. რომელ ქალაქში დაიბადეთ? ქობულეთში. და კიდევ ერთი არავისთვის ცნობილი ალბატონი. კეთი, რომელი ქალაქიდან ხარ? კეთი მელუა, რომელი ქალაქიდან არის? ბათუმიდან. სოხუმი. ბატონო? სოხუმი მგონია. თქვენ რას ფიქრობთ? მე ვიძახი ბათუმი. ნახოთ. კეთი, რომელი ქალაქიდან ხარ? ქუთაისში დავიბადე და თბილისში და ბათუმში ვარ გაზრდილი. ხო, გაუგავია. საქართველოსდან არის. ქუთაისში დაიბადა, თბილისში და ბათუმში და ლონდონში. ლონდონში ცხოვრობს. გაზრდილი უკვე წავიდა იქ და ძალიან წარმატებულიც არის ჩვენი ქართველი მომღერალი. მე ვიცოდი რომ ბათუმელი. ხო, აი როგორც აღმოჩნდა. ბათუმში გაიზარდა, ეგ ვიცი. როგორც აღმოჩნდა. კარგი, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ ისღა დაგვრჩენია. მე ისღა დამჩენია რომ პირველი გადაცემის დასასრული გამოვაცხადო, პირველი შოუს
ეპიზოდის, პირველი ეპიზოდის დასასრული გამოვაცხადო და ასპარეზი თბილისელ ქალებს, შენი შესრულებით თბილისელ ქალებს დაუთმო. მაშასე დავით გომართელი, ნიკა გვარამიას ჯგუფი, რაღაც ჯგუფი, სიმღერით შავი ცრემლები. კი ბატონო, შავი ცრემლები. თბილისელი ქალები. ცეცხლისალები თბილისელი გოგონების ეშხიანი თვალები დავიწვიდა დავიდაგეს სიყვარულის ალებით თან დამდებენ თბილისელი გოგონების თვალები ერთი ვინმე აშუღი ვარ ძვირას შესაბრალები არ მასვენებს თბილისელი გოგონების თვალები ყველას მინდა მოგეფეროთ ყველას ვენაცვალები გოგონებო თბილის მუდამ ახდეს თქვენი თვალები არა ვერსად გაექცევი, ვერსად დაემალები ერთი ნახვით დაგიფხორობენ თბილისელი ქალები ერთი ნახვით დაგიფხორობენ თბილისელი ქალები ცეცხლისალები თბილისელი გოგონების ეშხიანი თვალები დავეწვიდა დავიდაგეს სიყვარულის ალებით თან დამდებენ თბილისელი გოგონების თვალები ერთი ვინმე აშუღი ვარ ძვირის შესაბრალები არ მასვენებს თბილისელი გოგონების თვალები ყველას მინდა მოგეფეროთ ყველას ვენაცვალები გოგონებო თბილის მუდამ ახდეს თქვენი თვალები არა ვერსად გაექცევი, ვერსად დაემალები ერთი ნახვით დაგიფხორობენ თბილისელი ქალები ერთი ნახვით დაგიფხორობენ თბილისელი ქალები დიდი მადლობა